სიკვდილის ეტაპი ამოწურულია, მაგრამ დასრულებული არ არის. თუმცა ხოლმე ამოწურვასა და საკითხის დასრულების შორის თავზევი ძალა არ არის, ჩვენ დავემორჩილეთ რა თქმა უნდა მოსამართლის გადაწყვეტილებას. თემურ ჩხეტიანმა, რომელიც საქმეში არსებული ჩვენების გამეორების შემთხვევაში დიდი ალბათობით პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა, სასამართლოზე მიცემული ჩვენება გაიმეორა. კვიციანის გამგებლობის დროს ღებულობდი ჰუმანიტარულ დახმარებას. ნორა მანქანით ოჯახ არიგებდა. მოსახლეობა სიის მიხედვით იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას. ამის შემდეგ დაცვამ მას კითხვით მიმართა, ვის მიერ იყო დაწერილი განცხადება მისი ხელმეორედ დაკითხვის შესახებ და რა მიზნით იყო ეს განცხადება დაწერილი. მე არაფერს თავი არ მქონდა. განცხადება დამაწერილეს. პოლიციის სამმართველოში მითხრეს განცხადების დაწერაზე. პოლიციის თანამშრომლის ლაპარაკიდან ასე გამოდიოდა, რომ გამათავისუფლებდნენ პატიმრობიდან. მითხრა, პირველ ჩვენებაში როგორც წერია, ისე თქვია. ჩხეტიანმა თქვა, რომ ეს იყო ობიექტური ჩვენება. ამ ჩვენების შემდეგ იგი საპყრობილეში დააბრუნეს. ჩვენ გამოვკითხეთ სოფელ ჩხალთის მოსახლეობა. თუ როგორ არიგებდა ჰუმანიტარულ დახმარებას ნორა კვიციანი. ჯერ ტარდებოდა კრება სახალხო, იყო ინფორმირებული იყო თუ ვის რა ეკუთვნოდა. და ამის მიხედვით ნაწილდებოდა ეს. შემოდიოდა ჯვარიდან იტვირთებოდა იქ მანქანები, შემოდიოდა სოფელ დაყვებოდა და ჩვენი გამგებელი ნორა კვიციანი იმისათვის რომ აი პერიფერიებიდან არ ყოფილიყო გადასაზიდი ეს ტვირთი ცხენებით და სხვა საშუალებებით ამისათვის ის დაყვებოდა მანქანით ოჯახ ყველა დაემოწება რომ ოჯახ და ტვირთავდა იქ ვის რა ეკუთვნოდა და აწერნებდა იმაზე ხელს. რაც მეკუთვნოდა ღებულობდი ბებო. ახლა ცოდვა რო ვთქვა ღმერთი დამსცის. მე მყავს ინვალიდი შვილი, ომის ვეტერანი. პირიქით, წილის გარეშე კიდო ბევრი მოუცია ჩემზე. თუ თქვათ რამე აი საგამგებლოში დარჩებოდა თუ რამე დარჩებოდა და მას დარჩებოდა საწყობში ბოლოს რაც პრობლემა დარიგდებოდა ის მერე ხელმოკლე ოჯახებს ურიგებდა მაგას არიან ხელმოკლე ოჯახები ყავთ ინვალიდები და მარტოხელები ქალები აი ამათ ურიგებდა თუ რამე დარჩებოდა შედაწინუჩევით იქიდან რამდენი კილოგრამი ის უნდა შეხვედროდა ამისათვის უკვე აქ სალაპარაკო არაფერი არ იყო კარიკარდა ჰქონდა ნორას და აბარებდა სულ ყველა არავითარი პრეტენზია არ არსებობდა ამისათვის ხალხმა ყოველთვის იცოდა წინ და წინ რამდენი უნდა დარიგებულიყო ხალხი აი ვინმესთვის თუ არ მიეცა ის ასე კუთვნილ არ არსებობს ასეთი რამ პირიქით გამოხდებოდა დაუშვათ არ მიეცა აი რა მიეცა არაპატიებდა არავინ მაგას სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბატონ რეზო კორძაია ეს გახდათ მთლიანად კულტურის ხეობის ასე ვთქვათ ხელმძღვანელი ესე რომ ვთქვათ ამ ბრძანა რომ რა თქმა უნდა სოფელ ჩხალთაში ისე როგორც სხვა სოფლებში და საგამგებლოებში ჰუმანიტარული ტვირთი დარიგდა სრულად მას ნორა კვიციანმა ამ ტვირთის დარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი პირადად გადასცა და ეს დოკუმენტი შემდგომ მან გადასცა კონტროლის პალატის სარევიზიო ჯგუფს რომელიც შემდგომ ჩვენ დაცვის მხარემ გამოვითხოვეთ და წარუდგინეთ გამოძიებას და ერთვის საქმის მასალებს ჩემთვის გაუგებარია სხვა რა დოკუმენტი უნდა არსებობდეს ამ შემთხვევაში რომ დოკუმენტალურად დაარწმუნო გამოძიება ან სასამართლო იმაში რომ ეს ტვირთი დარიგდა ცოცხალი ადამიანები იძახიან რომ ყველაფერი დაგვირიგდა ბატონო ჩემო დოკუმენტები მეტყოლებენ იმაზე რომ ეს ტვირთი დარიგდა სასამართლო ჯიუტად რატომღაც იზიარებს არანაკლებ ჯიუტი პროკურორის პოზიციას რომ არა ეს ტვირთი არ დარიგებულა ზადაც ფანტასმაგორიულ რეჟიმში გადავდივართ ამ საფრთხესთან და ამ ბრალდებასთან დაკავშირებით შემდეგო თქვა რა ფიქრობ ამის ასეთი გარეთ გებია ის იყო გამოყოფილი სიების უხდით მაგას არ უნდა დაბატიოს მოსახლეობა დაბატიოს ჩადაბარეთ თქვა რა პრინციპი ნახამასადები ვარიგები თქვა რა სოფელ ოჯახ მეთქოს მანქანები და საგამგებლოში შენ საგამგებლოში კონტროლის პალატას ჩაბარდა თუ არა ეს სიები და დაიხურა თუ არა მთლიანი ანგარიში ჩაბარდა კონტროლის პალატას ცოდვარაბა
ასიც სულწამებიდან მე რომელი ისა უკანონო ფორმირება შევქენი ან აგაკეთე უკანონო ფორმირება მე დღემდე ვიყავი თანამდებობის ქალი და ვიყავი ამ ხელისუფლების თანამშრომელი ძალიან კარგად იცით პატრიოტიზმი ნორა კვიციანის დაკავების ოქრის მიხედვით იგი დააკავეს სოფელ ჩხალთაში 2006 წლის 29 ივლისს 00 საათსა და 55 წუთზე. რის შემდეგაც დილის 6 საათზე იგი თბილისში მოდულის შენობაში გადაიყვანეს. ანუ პოლიციამ სოფელ ჩხალთიდან თბილისში ჩამოსვლას მხოლოდ 5 საათი მოანდომა. ჩვენ ვიყავით კოდორის ხეობაში სოფელ ჩხალთაში და მაშინ ზუსტი დრო რაც ჩვენ დავჭირდა სოფელ ჩხალთამდე შეადგინა 15 ან 16 საათი. რაც შეეხება გზას ჭუბერიდან კოდორის ხეობამდე, მდინარეებში მიდიხარ და კლდეებზე მიდიხარ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ვერანაირად 5 საათში ასე დაუნძიებლები ვერ დაფარავდნენ ამ მანძილს. წესით და რიგით სამართლიან სასამართლოს ნორა კვიციანის სასწავლებელი სახლის ჩხრება, უნდა ეს დაუშვება მტკიცებულად, იმიტომ რომ ეჭქვეშ თუ დგება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო, ჩატარების ადგილი, ყველა შემთხვევაში მისი შედეგებიც ეჭქვეშ უნდა დავაყენოთ და ეჭქვეშ თუ დგას მტკიცებულება, ის უნდა იქნეს მიღებული სამართლიან და ობიექტურ სასამართლოს მიერ. 2009 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტმა შეეწყალა არაერთი პატიმარი, რომელიც წარსულში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. შეწყალებულ პატიმრებს შორის მოხვდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელები. თუმცა პრეზიდენტმა არ შეეწყალა ნორა კვიციანი, ოფიცერი, რომელსაც მიღებული ჰქონდა სამხედრო ჯილდო თავდადებული სამსახურისთვის. რომ ვთქვა, რომ ნორა კვიციანი არის უკანონო პატიმარი, ან არის პოლიტპატიმარი, ეს იქნება მართალი, მაგრამ არასაკმარისი. რეალური შეფასება ის არის, რომ ადამიანი არის მძევალი, როგორც შუა საუკუნეებში ადამიანს აიყვანდნენ მძევლად იმისთვის, რომ მისი ოჯახის წევრი დაეჭირათ, ან მისი ერთგულება მოეპოვებათ, ასეთნაირად არის დაჭერილი სხვის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, მისი შვილის და მისი ძმის შვილზე და მის ძმაზე არის გამოცხადებული ძებნა და სწორედ რაღაცა შურისძიების მიზნით თითქოს ეს ადამიანი არის დაკავებული და დაპატიმრებული. მაგალითად, თითქოს მან მიითვისა ის დასარიგებელი ქონება, ეს არის აბსოლუტურად შეთქმული და თითიდან გამოწვეული ბრალდება. რეალურად მთელ ამ ხეობაში ერთადერთი იყო ნორა კვიციანი, ვინც ადგენდა სიებს და ადამიანებს აწერნებდა ხელს, რომ ნამდვილად მიიღეს ეს დახმარება. სხვა ამას არც ერთი არ აკეთებდა, თუმცა ერთადერთი ნორა კვიციანის წინააღმდეგ არის აღძრული ბრალდება. არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან კანონო ფორმირების შექმნას, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და გამოგონილი და ნორა კვიციანს ამაში არანაირი ბრალი არ udასტურდება და ვერც დაუდასტურდებოდა და მესამე ბრალდება იარაღის ქონა, სულთა პოლიტიკური გადაწყვეტილების მომენტია. კოდორის ხეობა შეინახეს ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ იარაღი. შეინახეს თითქმის 15 წლის განმავლობაში. იქ არის არც ერთი ოჯახი არ არის, რომელსაც არ აქვს იარაღი და რომელსაც არ ჰქონდა გაცილებით მეტი იარაღი, ვიდრე თქვათ 1 და 2 ავტომატი და ეს იყო ამ ხეობის დაცვის ერთ-ერთი საშუალება და ამ დროს, როდესაც ადამიანს, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ერთ-ერთი თავკაცია ამ ხეობის შენარჩუნების, რომელსაც ლომისწულელი მიუძღვის ხეობის შენარჩუნებაში, ეს პოლიტიკურად არ მგონია სწორი ნაბიჯი იყოს და როდესაც ასეთ ქმედებებს ახორციელებს ხელისუფლება, ამის შემდეგ უკვე მართლა ერთი ნაბიჯია ხეობის დაკარგვამდე, იმიტომ რომ ადამიანებს უქრებათ მოტივაცია თუ რატო უნდა ებრძოლონ თავისი სამშობლოს დასაცავად, თუ კი შემდეგ ისინი ამის გამო დაისჯებიან, როგორც კი თქვა პოლიტიკური ნება გაჩნდება ხელისუფლებაში ამისი.